ეგ გაიძვერა ეგ. ერთ ადამიანთან მაინც მივიდა ბოდიშის მოსახდელად. იასთან იყო მეტრეველთან მისული ვინმე ბოდიშის მოსახდელად. ვინმე ვაზაგაშვილების ოჯახში მივიდა ბოდიში რომ მოეხადათ. ვინმე გირგვლიანის ოჯახში მივიდა, ვინმესთან ბოდიში მოიხადეთ, 1000 კაცი ყავთ ქუჩაში მოკლული, ან ციხეში წამებით მოკლული. 1000-ე მოსაკლავი იყო თქვენ არაკაცებო თქვენ. ერთთან არა გაქვთ ბოდიში მოსახდელი. კიდე როგორ ლაპარაკობთ თქვენ არა ადამიანებო თქვენ. როგორ ლაპარაკობთ? ხმას როგორ იღებთ? თქვენ მკვლელებო, თქვენ კილერებო, თქვენ ადამიანების სისხლში მოცურავეებო. ხმა გაიკმინდეთ. ხმა გაიკმინდეთ, თორე ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი. ჩვენი ფიალაც აივსება და მერე ვეღარ გიშველით ვერავინ. წადით და სანთელი დაუნთეთ ბიზინა ივანიშვილს ქუჩაში რო თავისუფლად დადიხართ. მაგიტომ თქვენ კი არ უნდა ებძოდეთ, მადლობას უნდა ეუბნებოდეთ ყოველ დილას. თქვენ არაკაცებო თქვენ, თქვენ არა ადამიანებო თქვენ, თქვენ მკვლელებო თქვენ, ადამიანების სიცოცხლეზე გვამებზე მოსიარულეებო თქვენ. ბოდის გიხდით ამ ჩემი ემოციებისთვის, მაგრამ არ შემიძლია უბრალოდ უყურებდე ტელევიზორში გვიმტკიცებენ იმას, რომ თურმე ფაფის ჭამა, თაფლის ჭამა, რა ვიცი კიდე 1000 დედიმისის მირთმევა თურმე ყოფილა შიმშილობა. ეს არაკაცი ეს, როგორ ბედავს, ხმას როგორ იღებს ამ ქვეყანაზე, როგორ აქვს პრეტენზია, ეგეთი რამე არ გამიგია ხალხო. დედამიწაზე ერთადერთი პატიმარია, რომელიც შიმშილობს ვითომ. და მოთხოვნა ის კი არა აქვს ციხის პირობების თქვათ გაუმჯობესება ან მუხლის შეცვლა ან საქმის გადახედვა. შიმშილობს და ითხოვს პრეზიდენტად თუ არ დამსვავთ, ფიას არ შევჭამ, საჭოეს არ შევჭამ. ეს არაკაცი ეს ნაგავი ეს ვინ არის, სად გაიბზარდა, სად დაიბადეთ, რა დედამ გაწოვა ძუძუ, სად როგორ იშვით ესეთი უტიფრები, როგორ გაჩნდით საერთოდ. კიდე გეუბნებით ხალხო, ერთხელ ბოდიში მაინც მოიხადეთ თქვენ არა ადამიანებო თქვენ. სად გაჩნდით, ვინ გშვათ, ვინ გაგზარდათ, გამაგებინეთ რა. და ყველას კიდე მივმართავ მე თუ ვინმე არის გზასაცდენილი, რაღაცა წყენის გამო ასე შემდეგ ხალხო, არ შეიძლება კილერებს, მკვლელებს, ადამიანების მწამებლებს, გამაუპატიურებლებს ხმას აძლევდე და მე მომიწოდებდე კიდე რატო არ მოდიხარ და რატო ხმას არ აძლევო, როგორ შეიძლება მკვლელს ხმას აძლევდეს ვინმე. მკვლელის ადგილი არის ციხეში. დიახ, მიშა იჯდება ციხეში ბოლომდე, ბოლო დღემდე 1 საათით ადრე ვერ გამოვა, რასაც მიუჯდის მას სასამართლო. დიახ, ბოლომდე მოიხდის ის ამ საჭელს. მე გაძლევთ ამის პირობას. მე გაძლევთ ამის პირობას, მიშა შენ ციხეში ეგდები ბოლომდე. დიახ, რა სასამართლოზე აქვს პრეტენზია ამათ გამაგებინეთ, რომელ მურუსიძეზე ლაპარაკობენ ესენი. მე გული მწყდება რომ მაგ ნაძირალას თავისივე სასამართლო, ისეთივე სასამართლო, რომელიც წყემსი ბახუტოვი რო გაასამართლეს ცოცხალი ადამიანის მკვლელობისთვის, წამებით რო აღიარებინეს კაცს და მიუსაჯეს, მერე დააწერინეს რომ ვითომ ბიძაშვილიც ახლდა თან, ბიძაშვილიც ჩასვეს. რამოდენიმე თვეში ეს ცოცხალი ადამიანი გამოჩნდა, ის მკვლელობაზეც იყო დაჭერილი და კი არ მივიდნენ და ბოდიში მოუხადეს, შეგვეშალაო. მუხლი შეუცვალეს ხალხო და წვილი ჩვენების მიცემისთვის ისევ პატიმრობაში დატოვეს მიშა სასამართლომ. აი ამ სასამართლოს ავტორს აქვს პრეტენზია დღევანდელ სასამართლოსთან, დღევანდელ ციხის პირობებთან. რა პირობებში ვიყავით ხალხო, რო გვიჭერდნენ, რო გვსვავდნენ იმ საპატიმროებში, რა დღე გადავიტანეთ თელმა ქვეყანამ. მე მერიდება ხოლმე ჩემ წამებაზე ლაპარაკი ისეთები უქნეს ადამიანებს, ამ ნაძირლებმა ამათ და დღეს არ მოწონთ თურმე 2 ლეიბი არ ყოფნის, მიშას 4 ლეიბი უნდა, იქ ტელევიზორი უნდა, ტუფლები უჭერს, პრესა იგვიანებს, ფაფა არ არის კარგად შემთბარი. ეს ნაძირალა, ეს არაკაცი ეს. მიშა, შენ იჯდები ციხეში, ბოლომდე მოიხდი სასჯელს. იცოდე, ამის გარანტიას გაძლევთ თითოეული ჩვენგანი.